დღეს კიდევ გაგაცნობთ ერთ-ერთ დანდალველას გემრიელ კაცს, მშრომელ კაცს, კარგ კაცს, გიორგი დიასამიძიას, იგივე ხასამიძიას ვესწრებით ქალაქში ესეც წამოსულია დროებით, თავაც გაზაფხული დადგება იმ წუთში, წავა ისევ დანდალოში. Გაცილი კაცი. Tomar, genatfala suşin misal, çok değil abi mekate, çok pata sibera isaris da. Kaçan, mindam namazı devlet aykırıta. Şokta tkans xalusanц გავარჯობათ. როგორ ზანდებით? ხაზამიზია. İsmet, umay. როგორ ახალ? Çamoceki da gel. გინდა ჩამოვიდები, შენ ჩამოჯექი, შენ. Omzadi da gel da. შენ ჩამოჯექი. Okay, ayıç. დაბზანდი, შენ მაგ დაბზანდი. სხვა როგორ ზანდებით? Umesi var mı? Var, magrat var, magla. Şöyle imistan mıxerdi, niçe oldu? ახლა ალბათ ნახავდით, თქვენისთან ახალგაზრდებს ვიღებ მე, თქვენისთან ახალგაზრდებს დანდალველებს. ჯერჯერობით დანდალველებს. 80 და 80-ზე ზევით. ხო და? წერ პატარა სიუჟეტებს ვაკეთებ და მე ისე სოციალურ ქსელში ვდებ და დაჭება სამახსოვროდ, დაჭება ეს თქვენს შვილებს, რა ვიცი. Umesi magla მომზანებისათვის მე ჩემინა გითხრამე. მე დავიღებ ფასა 30 წელს. როგორ სოფელში გაშლებში? და გითხრა მაშინ. კი, გაგზელე. ხოდა ვიყავით ვარ 6 შვილი გაზარდა მაჩემა. უფროსი მე ვარ და მიყოლებით 37-იანი დამყავს კიდევ 38-იანი თხანაშვილობა ის გადაგეცვალა. და მე ვიყავს, მაგრამ კიდევ დამყავს აფრიკას. მანდაბა არიან, მაგრამ ერთი და მოგვახდა. რამდენი საბრძანდებით ხარ თქვენ? მე ვარ 90-ში. 90-ში? მე 80-ზე ხვევით, 85-ისა 6-ისა მეგონებ. 90-ში ვარ, 35-იანი. 1900 დავადირი ვარ და 5 თვე აკიდა და 90. ახლა მომისმინე, მე მართლა ყველას ვეკითხები და მართლა რაღაც ის და დავადგინო, ჭეშმარიტება უნდა დავადგინო. 90-ისა ბრძანდები. დიახ. 94-ისაც ჩაწერილი მყავს, 90-იანებით ჩაწერილი მყავს, 90-ის ადამიანებით მყავს ჩაწერილი და ესე ყველა ერთნაირად ლამაზად, ჯამთელად გამოიყურებით. ახლა რა ის იცი, მინდა ამოხსნა ეს საიდუმლოება, რომ მომავალმა თაობამაც ზოდან მე რა ვთქვა, ბოდიშ მოიხარ, ჯო ჩემთა გადასაღებ მოდის კაცი და მე ახლა პოლიცია ვიცვება, შეხდენა კაცურად და როგორ რასმით ვევდი, რას ჭამდი, როგორ იქცეოდით? ჩვეულებრივად ახლა ჩვენ რომ თქვა სწორედ რომ დოქტორად გადავდოდა, იყო ნორმალური საჭმელი 51 წელი. საჭმელზეც არ არის რაღაცა ისეთ რაღაცას მიიწევთ ალბათ რომ ასე ჯამთელად ხართ და გამოიყურებით. რა ვიცი. თქვენი მეუღლე რამდენი წლის ბრძანდება? მე 85-ის. 85-ის ბრძანდებით. თქვენ რამდენად ვიცით კვაში დამბრძანდებით? ჯაყელები დამბრძანდებით, თავადი ორი გვარიდან სუპექის ამარხოს ადამიანი. შენ მაგას ჩემი მამი დაიყავდა. მე მამი დაიყავდა სუპექსა და კი ვიცით. და დაგესენის მატაშლა და დაშლა. რამდენი შვილი ჰყავთ? დღესაც მოგვიყევით თქვენი ოჯახური მდგომარეობა, როგორ იწვალეთ თუ რა ვიცი, შენი ბიჭი, ისა ორი ბიჭი მყავს. ერთი ქეთა რუსეთში ცხოვრობს და აგი ავტოები, აგი ხავს. კი ბატონო, კარგი ბიჭი ძალიან. როგორც უკავს, ქეთი აგი ახლოს ცხოვრობს. აჰა. ნუ კარგად ვარ, მაგრამ და ცხოვრება, როგორი ცხოვრება გაიარეთ, აბა თუ შეგიძლიათ ცალ-ცალკე რომ მომიყვეთ ახლა. შენი ბავშვები დაწყებული დღემდე მოხვედი, როგორი ცხოვრება იყო მაშინ, როგორი ცხოვრება გაიარე? უმარე. რთული ცხოვრება იყო ახლა, მე რომ მომეს არ იყო იგი მაგრამ არც ისე სიდუხჭირეში ყოფილიყავთ. ხო. კი ბატონო, სიდუხჭირეზე ხომ არა საუბარი ახლა, მაცავდა იყოს მან ყველა ეს ეყვება იმ დროისათვის ცოტა სხვანაირი ცხოვრება იყო. რა თქმა უნდა. დღეს ახლა
ესომ ჭაბობს კაია დევანდელი და ასჯერჯობია მაშინ და დროს ასე მგონია და რა თქმა უნდა რა თქმა უნდა მაგრამ მაინც რომ მოგვიყვე ისე მნიშვნელოვნად რა ცხოვრება როგორი ბავშვობა ქონდა ბავშვობა გამაჩემი ძალიან სტროგი კაცი და მაგრამ მაინც ის იყო მაინც კი ვიყავ ძალიან სოფაც გადავხდია მე სონა ja მადლობა მოელი ამ დონეზე რამდენი წელია დაქორწინდით ჩვენ მე ვიყავ 25 წლის და ქალბატონი 20-ში საიდან სად ახლა დანდალოდან კვაშტაში ჩამოკარგვა მაგასაც მოგიხვდები როცა მე უკვე დასახლების პერიოდი მქონდა და ისა მე 25 წლის კაცი ჯაიდან ჩამელი მიმსახურე ბათუმშიც ვიყავ მე მას აგზავშომ ეს მოსული ხოდა ამის კვაშტას იმედახლავთ და ცხოვრობდა ამის კვაშტაში იმედავხდა არა მომაჩემ ახლა აი კაცი მომისყავდა მაგაცი საბჭოს თავმჯდომარედ ხუსია სირაბიძე და ოსმანო უთხაიმა კახ საგლოს გამოგიჩებოდა ხუჰადა კვაშტაში ჯამაჯაკელის ლუკავშინდა ავის მივდენა ჩუმან ერთ ორი სიტყვით გაკეთა ეს ყველაფერი მე უსმენდი ომა დუშნაი მაგრამ კაცური კაცია დუშნაი ხო გოგიაშვილი ყველა კაცური კაცია ვისმე ჩავწერე ყველა ძალიან საყვარელი ხალხი არიან ყველა დაფასებული ადამიანები არიან და რა ვიცი უფრო და უფრო მეტად მიყვარდებით რომ უყურებ 5 და 6 უსმენ ამ ყველაფერს ძალიან კარგი ისწამდებით. ახლა გადავალთ შენ მეუღლესთან დროებით ამას კი ვისაუბრეთ აბა იცნობთ ესე იგი თქვენ კვაშტი დამზადებით და შეგიძლიათ ვთქვათ დაიმე გაიხსენო აი როგორ წაყევით ეს ისტორიები როგორ იყო რა იყო მოგეწონათ თქვენი საქმრო არ მოგეწონათ სად დაინახეთ პირველად რა ვიცი კვაშტაში დაყავდა მას მოთხოვები იმან დაგმაკავშირა ჩვენ ისე მაგრამ თავადებ ახლა ხუმრობით იმით კი არა პრობლემა ძალიან სანა ამას მოყვანდა თვაგემითთა მომაჩება ბიჭო ეს ხალხი მარიფეთიანი არიან ასე ძალიან მარიფეთიანი არიან ძალიან ერთვეზე გახდა იმით შენ ყოჩაღ რომ ამათი სიზიობა აიტანე იმიტომ ძალიან ყველაფერში მარიფეთი და გამოგეჩინა ამ მაგი იყო და მაგი და ავალიანე მარიცი მაგდენი ამბავი ამ ჟაკელები ისე ძამესა რომ ჩეველი ძალიან მომეწონა რომ ყველა ათი ისე ყველა მაგშულები ხუთი გოგო ხუთი ბიჭი ყველა ლამადა კულტურა ისე რომ შეხედე მოგეწონებოდა იმით რომ იყო დისციპლინა ქონდა ჩემს იმას და ლამადა ყველაფერი იყო ხუთიაზე ისე ხასაბიძია საქმე ყველაფერი აწვა ახლა აქ ჩამაბრძანებული ხართ ქალაქში რა თქმა უნდა დროებით მე ვიცი რომ შენ აქ ვერძლე სიბერე გაგაძლებიებს ოქრი მე მითხეს რომ შენ რაღაც ახნა რა გუძო მე იქ გეძებდი მოვედი მეგონერი თუ კამინდები კარგია და იქ მივალ ხასაბიძიას ვნახავ და დავადგები თავზე ჩავწერი მეთქი და მითხეს არა მაგიო ძრებით წავიდეო და მე მგონი ეკლებზე იქნებით ახლა რომ არა აქ დავამჯ აქ ჯობია იმიტომ ჯობია იქ მარტო ბადა მე რამდენად მარტო აგერ ახლა შაშანაცდათ მე მგონი წელსაც ვაშლია ხილია რაღაცა ყველაფერს ლამაზად თქვენ უძღვებოდით და კრეფტით და იყო მაგრამ უკვე სიბერების ასაკეთებს მამაჩემი თქოდა მე ახლა ვიქნებოდეო ბუნება ასად გაგუნებს ის მეტმა შააგოს ყველა რასაც ვისაც რაცხას აბა ახლა შენ ჩვენ ახლა თვინეჯის ვერ გავხდები მეტმა რაცხას თუ კიდევ ვაჩუქებს მეტი კიდევ მადლობა და ძალიან კარგი რა შეგიძლია კიდე გითხრა უთხრა მე ეს კადრები დაარჩება 50-ის მერე ვიღაცები ნახავენ ამას მე ჩამოვმარი ამ ჩვენი პატარა კუთხიდან თელ საქართველოს მესალმები მოხუცებსაც ახალგაზრდა ღმერთმა დღესდღეობა და ჯანმრთელობა მისცოდა ახალი წელი მათი ბედნიერი ყოფილიყოს. გაიხარე, მადლობა.
თქვენ ვიცოდეთ ამას გვეტყოდით? ამას იტყოდით? ათი შვიდი ვყავდით აზერბაიჯანში ოჯახში. მაშინ დილობა იყო სიმართლე. ამას ჩემი გააზრდა შემოგწმდებოდა ხანადგებოდა მე ჩამოვდა მამასთან ერთმა წითელი ადგილი. ახლა მასეთი არ არის. მადლობა ვეცაიცილო. Umar, masukebul kabeka. რამდენზე მოვედით მადლობა ვეცაიცილო. აბა მოხსტერი ავატახტება ადამიანმა მადლობა ვეც კარგად ვართ. კი ბატონო, თქვენი ასაკის ხვალობაზე ღმერთს მადლობა, კარგად ვზამდებით. მადლობა ღმერთს. ათანჯე მადლობა სულთან. და მე მიხარია რომ დამდალოში ამდენი ასაკოვანი ადამიანი აღმოვაჩინე და ყველა არის კარგად, ჯანმრთელად და გემრიელად, რა ვიცი. ხუთი შვილი გავზარდე. ორი დამაკრა და ხუთი გავზარდე, ერთი ახალგაზრდა ცხოვრობს, თორმეტი ართაიაგერ და ზოგი ათოვირას ართაიაგერდა. კარგი ოჯახი შეე. ერთი გოდამა ძალიან დატანჯები და რაჭი მადლობა. ეს არა მე. ვიცი. მადლობა მეტანაჩენა ხუთი დამბოლოს აილმაც. ქენისი შვილები ყავს კარგად ძალიან. Რუსნას გახანდა ბაგეშა, ბაგა ჩემი მეზობელია კაცულიკაცია. აი ადამიანია ძალიან სმაი. კაი. სამეზობლო რუსულ ვიაშვილი ძალიან ხელი შემწყობია შენ გუშა მოა დეგეხმარება მისად დადასტა შესაძლოა მასის. სხვა ტრადიციულად კიდე რა ვიცი, რა გითხრათ ახლა. რას გაიხსენებდი შენთვის სასიამოვნო დროს ან მე ვიყავი ჯარში, პატიმრებს ვთავდით და MVD-ში. ხოდა იქ არ ვიყავ ცოტა, კაინა პროცობა მყავდა. და ერთი ორი წელიწადი ვიყავ იქან ესე კარგად ნაჩანის მძახიდან და ესე ნაჩანი იყო, პატიმრებთან ვიყავ და საერთოდ. სამი წელი ქვემსახურია. სამწლიანი იყო მაშინ თქვენ ხო? სამი წელი 3 თვეც. ხოდა? სამი წელი ჯარში იყავით ესე. სხვა კიდე რა მნიშვნელობას ას გაიხსენებდი? კარგს, აი რაც გასახსენებელი გაქრამე, ისეთი რომ აი დოდარი მოყოლებული რაც მე შრომაში გავადარეს. კოლექტივობა აფრიკე დაიტანე ახლა შენ. თქვენ დროს ის კოლექტივობაც როგორ გადაიტანე? კარგი იყო კოლექტივობა. ისიც სახელმწიფო დაგეგმილი იყო ის კოლექტივის. ახლა თქვა რომ ის იყო თათმოსი საერთოდ რომ ისე მაშინ იყო სახელმწიფოს ის მართლობაში იყო კოლექტივის იყო ყველა საწარმოებიც იყო მაგრამ უნდა შეეგო რა ვიცი რა ხალბატონო ეთერი თქვენ როგორ გადაიტანეთ ეს კოლექტივობა? კოლექტივობა ძალიან კარგად გადაიტანეთ. არ ვიყავი ისეთი მხიარ ოჯახი იყო დადებული შრომა კი ქონდა მაგრამ მამამ თილი არ იყო ისეთი კულტურული კაცი რა და ექსტერა ისეთი გვიყვანა. გეგმები გქონდათ? გეგმები გქონდა. რამდენი გქონდათ გეგმა და რა უნდა შეგესრულებინათ? 300-ზე შემესრულებინათ 900-ზე 900 კილო ტამბაკო. ხო. დეპუტატი ვიყავ რაიონის სამზადად ქედაში დავდიოდი. ვინმე სუჭიდა მოხმარა მეყადა პაურად მუშაობდი. რა ვიცი მე სადილებსაც უკეთებდი მეოს და ასე ხალხი ამით მეხმარებოდა და მაფასებდი ამბე. უნდა ჩვენ სტუმრიანი მადლობა ძალიან ჩემი ძალიან სტუმრიანი ვიყავ ძალიან. სტუმრად მოყვარე ოჯახი. არ დანაშლებში კება ჩატარდებოდა სადილი ჩვენთან მოგეთდებოდა. და ვინო ერთადერთი თქვენთან გეთდება. თქვენ გააგზავნეთ მაშინ. მარი ახლა ის არის რომ მე იმას ვამბობ კიდევ რომ ისე დავკოცირდი დაქორწინებამდე აქ ბათუმში მუშაობდი მაშინასტრაინტოში და მამაჩემმა ყველამე ჩვენო მიწებსო 3-4 მიწები ხონდა ჩამოყავდა 2-4 და ამელი სოფელში მომწერა ჩაწერილი ვიყავ ქალაქში მომწერა და ვერითი წერდა მე ჩემი დასახლების დაქორწინების ის აღწერა და დამოსწრება ასე მიდის ეს ყველაფერი. რამდენი ხანია ხართ დაქორწინებული? ქორწინების რამდენი წლის თავია? 61 წელში მოყვანე. 61 წელში მოიყვანა. 63 წელია. 63 წელია. 61-ში შეუღლდით თქვენ ესე იგი, ხო? 61 წელში.
გასაგებია. მაშინ რა ვთქვათ ახლა? რას უსურვებთ ახლა დღეიდან ახლა ვთქვათ ახალგაზრდობა, ახალთაობას, ახალ ქვეყანას, რა ვიცი, რა შეგიძლიათ უთხრათ თქვენ შვილებს, შვილიშვილებს და ყველას აბსოლუტურად. ეს ყველას განამაზე. ჩემო კაც უსურვებთ და შვიდებს. უსურვებდით ბედნიერებას, ეს ახალი წელი ყოფილიყოს მათთვის ბედნიერი სიჯანმრთელის და კაი იმისა ყოფილიყოს. თქვენი ასაკის ადამიანებს, რომელიც მეთაწელი მყავს, ეგ შახველეთ ბიძაია, ვასილ ბიძაია, შეხედი რას იმას რას უსურვებდი ახლა, რას გადასცემდი შენ აქედან, რას ეთყოდი? მე აქედან შენ ჰეშ ხალხს, შენი ასაკოვან ხალხს. ჩემი კოლეგა ხარ, ჩემი ტორი ხალხი არის და უსურვებდი ჯანმრთელობას, ღირსებას და ამის შემდეგ კიდევ ერთი რამოდენიმე მართომსო და იმდენად ყოფილიყო, რაც სულს და გულსურა. ჩემ დურსუნ გოგიაშვილის შახველებ გელაძეს ვასიფას და მე ძალიან მიყვარა მაგინე, მე თო დიდხანა ცოცხლე. მათთან ერთად მეც ვიყო კარგად. კი ბატონო, კი ბატონო. მე დანდალოში მამიდა იმყოფდა. მამიდა ჰყავდა დანდალოში, ხო? უსუფექს გავდა. მამისა. იმას ორი ვიწერა და ორი ელდაჩინაცეთი დიჭირეს. ერთი დაქორწინებული და ავადანი ჯათმეგის დაყავდა არაშული ცელბას. კი ბატონო. ოსმან სამიგზო დაჭ. ბიძა ჩემები იყვნენ ეგენი ახლა კი. ბაბუა არ იყო თქვენ ისე? უსუფეგი იყო ბაბუა ჩემი და ის მათი შვილები რომელიც მე დახვით ეს და რაღაცა ისინი ყოდა ბიძა ჩემები იყვნენ. ხალხი ცოტა ოსმან ძალიან კარგი ადამიანი. ჩამოვდოდა ჩვენთან მინე ჩვენთან ვამთავრებით ხედავდა შუარუს ისე ცოტა იქნა ხედაში. და მამა ჩემს აგეთქა გოგო არ მუშვა ხედაში. ძალიან ჭკერნე ეგა. შალვაი დავადენი შალვაი მოგწენი იყო ისე და შალვაი ჩვენთან ძალიან გვიყვარდა ისე და მე რაცი მე ძალიან პატრიცია მახსოვს მაგავალი იცოცხლეთ და გაიხარეთ ძალიან პატრიცია მახსოვს მაგავალი ასე რომ მე მინდა თქვენ გისურვოთ ჯანმრთელობა დიდხანს იცოცხლე თქვენი შვილების ერთად შვილების ერთად მე მინდა რომ ასეთი სურვილი მაქვს მე რომ 50 ყველას მეუბნები 50 წლის მერე მე მინდა თქვენთან გამოვიარო და მე კიდევ ერთი პატარა სიუჟეტები გავაკეთოთ ერთად ყველას მე ჩემი სურვილი მე ყველანი კარგად ამყოფნოს ჩვენი სოფელში და მე ვიტყოდი იმასაც რომ დედამიწაზე შვიდობა ყოფილიყო ჩემმა გაიხარეთ და კარგად ბრძანდებოდეთ და რა ვიცი ყველაფერს კარგი ისურვებთ. კარგი ადამიანები ხართ და ძალიან ეს ადამიანები მართლა ისე მიყვარდება რომ მე რა ვიცი ეს დანდალოს ახლა გებულობ ფას ადამიანებისას რომელიც აქამდე არ მწოდნია. ეს პატარა სიუჟეტები ჩემთვის და თქვენთვისაც ძალიან დიდ სიყვარულს გულის და რა ვიცი. კარგად ბრძანდებოდეთ.